ყველაფერი ქალებზე და არა მარტო. გაატარე უნიკალური შაბათი ნათია ჯავახიშვილთან ერთად რადიო იმედზე. 14 საათი 16 წუთი შესრულდა ზუსტად სრულიად საქართველოში და შეგახსენებთ რომ უსმენთ უნიკალურ შაბათს ნათია ჯავახიშვილთან ერთად 105-სა და 9-ზე და სტუმრის ბლოკებში როგორც წესი გვიყურებთ ხოლმე Facebook-ის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე, ასევე My Videos-ზე, ასევე Image-ზე და ვისაც სახში გაქვთ IP მაგთის IP ტელევიზია 53 არხზე. თუმცა ეხლა ის შემთხვევა გახლავთ, როდესაც სტუმარი მე არ მიზის ამ სტუმრის ბლოკში, მაგრამ ჩამერთვება უნიკალური არა და უნიკალური მამაკაცი ადამიანი, რომელიც ძალიან გვიყვარს ჩვენ რადიო იმედში და მე ზუსტად ვიცი რომ ის პაციენტებსაც ძალიან უყვართ, იმიტომ რომ ეს ადამიანი გარდა იმისა რომ არის ძალიან მაგარი ენდოკრინოლოგი, არის ძალიან მაგარი ადამიანი ლაშა უჩავა. ლაშა მოგესალმები. მოგესალმებით. ხედავ როგორ წარგადგინე? სტუდიაში რომ ყოფილიყავი, მე წმუნეთ რომ ჩემს სიცოცხლეს დაინახავდით აი ესეთი ტაფკები. ეჭვიც არ მეპარება და ეს ის შემთხვევა როცა უნდა კიდე შეგახსენო რომ ესე იგი ერთხელ ხო იყავი ჩართვით ახალ წელს გახსოვს შარშან 2019 რო დადგა და მაშინ შემპირდი რომ რაღაცნაირად ეთერში იქნებოდი, მაგრამ ახლა პანდემიაა და რა გავაკეთოთ? ხო, ვერაფერს ვერ ვიზამ, სამწუხაროდ გარემოებებმა და დროებამ მოგვიტანა ეს ყველაფერი და ჩვენ უნდა შევეცადოთ ყველამ რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, მითითებები, რაც გვაქვს სოფლიო ჯანდაცვის სისტემისა და ქართული ჯანდაცვის სისტემის მიერ და ჩვენ ვიცავთ ამ ყოველივეს. რა თქმა უნდა და რადიო იმედშიც კარგად ვიცავთ. ხო, სატელეფონო ჩარტობით რიგ შემთხვევებში ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. კი ბატონო, თუნდაც იმიტომ რომ აი შენ სიცოცხლე ახლა არ დაინახა ჩვენმა ტელემაყურებელმა, თუმცა მე მსმენელს და მაყურებელს არ ამ შემთხვევაში, მაგრამ მსმენელს ვეტყვი, რომ ლაშას ორშაბათობით მიყავს თეთრი ორშაბათი, ხო ლაშა თუ არ ვცდები? დიახ. აი ესე თეთრ ხალათი. და ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი რეკომენდაცია მივცეთ. რაც შეიძლება მეტი კარგი და საინტერესო ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები მივაწოდოთ ჩვენ მსმენელს და რამდენად გამოგვდის ეს ალბათ მსმენელის შესაძლებელი არის და მე ვფიქრობ რომ ნამდვილად კარგ საქმეს ვაკეთებთ. კი ბატონო და მე კიდევ ვფიქრობ რომ გამოგვდის ნამდვილად. ლაშა, მოდი ახლა ჩვენს მსმენელს უთხრათ თუ რა არის ჩვენი საუბრის თემა. ცხადია, მე ჩემს ეთერში ვერ ავწდი და ხშირად ვერ ავწდები ხოლმე იყო მანამდეც პრეცედენტი და იქნება კიდეც სანამ ეს პანდემია იქნება ჩვენს ქვეყანაში COVID-19 და მინდა ცოტა სასარგებლო რჩევები მივცეთ ჩვენს რადიო მსმენელს იმასთან დაკავშირებით თუ ზოგადად მოდი COVID-19-საც თავი რომ დავანებოთ ორგანიზმი ზამთარში უფრო შედარებით სუსტია და როგორ უნდა გავაძლიეროთ იმუნიტეტი და თუნდაც COVID-19-ის პირობებში ანუ თუნდაც COVID-19-ის მკურნალობის პირობებში როგორ შევადგინოთ ჩვენ ის რაციონი რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის აი ამ პერიოდში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად. კი ბატონო, ანუ აქ არის ბუნებრივ დანამატებზეც საუბარი ლაშა და პროდუქტის პირდაპირ პროდუქტის სახით მიღებაზეც აი ამ პროდუქტებზე და მოდი ყველაფერი ჩავშალოთ ეხა მე და შენ ისე რაღაც. საყვარლად. კი ბატონო, სიამოვნებით. აბსოლუტურად გეთანხმებით ნათია იმაში რომ მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჯანსაღი კვება, ანუ რაციონალური ბალანსირებული კვება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პანდემიის პირობებში, ხო? ვინაიდან სწორედ მაშინ, როდესაც განაცხადდა და ეს ხო თუ აღწევი დაახლოებით 14 მარტი პანდემიად, ახალი კორონავირუსი COVID-19 21 მარტს უკვე დაიდო სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კაცრი რეკომენდაციები თუ როგორ უნდა შესრულებულიყო პრევენციული ღონისძიებები COVID-19-თან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს პირველი გახდათ პირადი ჰიგიენა, ანუ ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ესე ვთქვათ და პირბადეების სვლა და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ის მკაცრი რეკომენდაცია ამ დროს მიუხედავად კარანტინის პირობებისა იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სწორი კვება. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრე ამის შესახებ და ვიცით რომ მოიცავს 3 ძირითად კომპონენტს.
ეს გახლავთ რა თქმა უნდა სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და სწორი ძილი. და დღესდღეობითაც აი ძალიან საინტერესო სლაიდშოუ მაქვს სხვათაშორის გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტ, სადაც კონკრეტული მითითება არის ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით მაშინ როდესაც ცხოვრობთ პანდემიის პირობებში და იქ არის კონკრეტული მითითებები, რომ თუ ჩვენ დისტანციური სამუშაო გვიწევს ამ შემთხვევაში და ძირითად დროს ვატარებთ ონლაინ, ესე ვთქვათ რეჟიმში. ანუ ვარ თუ მოძრაობთ ფაქტიურად? დიახ. ამ შემთხვევაში მოწოდებული არის სპეციალური ვარჯიშები, რომელიც თუნდაც სახლის პირობებში ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ გარკვეული ფიზიკური აქტივობა გქონდეს. მარტივად რა ვთქვა, შეგვიძლია დავდგეთ, მაპტე გაგაწყვეტინე ავდგეთ ჩვენი სავარძლიდან, გავიაროთ, გამოვიაროთ, რაც შეიძლება ხშირად ვაიძულოთ ორგანიზმი, რომ არ იყოს მჯდომარე მდგომარეობაში მხოლოდ. აბსოლუტურად გეთანხმებით. და რაც მნიშვნელოვანი არის ამ დროს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს სწორი ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმიტომ რომ თითოეული ეს კომპონენტი, ისევე როგორც მოქმედებს ჩვენ ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის გამართულ მუშაობაზე, ძალიან დიდ როლს ასრულებს, რა თქმა უნდა, იმუნური სტატუსის ჩამოყალიბებაში, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ იმუნური სტატუსის აქტივობისათვის მნიშვნელოვანი არის გარკვეული მიკრო-მაკრო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძლიერ გამართულ მუშაობას. ეხლა რომელი ვიტამინები არის ეს? თითქმის ყველა მიკრო-მაკრო ელემენტი და ვიტამინი, მაგრამ განსაკუთრებით წინა პლანზე, ესე ვთქვათ, დღესდღეობით COVID-19 პირობებში წამოიწია ისეთმა მნიშვნელოვანმა დანამატებმა, საკვებმა დანამატებმა, როგორიც არის ამ შემთხვევაში D ვიტამინი, ფუთია, სელენი და ვიტამინი C. ეს გახლავთ ის 4 მნიშვნელოვანი კომპონენტი დანამატი საკვების სახით, რომელიც აქტიურებს და გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს ჩვენი იმუნური სისტემის. ეხლა თითოეული მათგანის მიღება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია საკვები პროდუქტები. აი, სწორედ ეს მინდოდა, მეკითხა, მოდი პროდუქტების სახით ჩამოვთვალოთ, რომელი პროდუქტი შეიცავს. ნუ ეხლა ვიტამინ C-ს რო ლიმონი შეიცავს ზუსტად, თუმცა გადაჭარბებული რაოდენობით მის მიღებაც არ არის რეკომენდებული. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით, ვინაიდან ამას შეიძლება გამოიწვიოს კუჭნაყავის დაზიანება და სხვადასხვა დისკომფორტი. ამიტომ ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა მივიღოთ ციტრუსი, რომელიც C ვიტამინით არის მდიდარი, C ვიტამინით არის მდიდარი, ბოსტნეულებიდან ბროკოლი მაგალითად, რომელიც ასევე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტებით არის გამდიდრებული, იგივე B ჯგუფის ვიტამინებით და მაგნიუმით, რომელიც ასევე უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. ხოლო რაც შეეხება D ვიტამინს და თუთიას, მათ თითქმის მსგავსი პროდუქტებიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, თუმცა ვიცით ყველამ, რომ D ვიტამინის მიღება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საკვების სახით 20% შეგვიძლია და დანარჩენი 80% აუცილებლად მზის სხივებთან ურთიერთობით ხდება ჩვენს ორგანიზმში გამომუშავება და მაშინ როდესაც არის ესეთი პირობები, პანდემიის პირობები და მით უმეტეს გადავდივართ უკვე ზამთრის სეზონზე, როდესაც მზის სხივების დეფიციტი არის, შესაბამისად ამ დროს ხშირ შემთხვევაში გვიწევს ხოლმე არა პროდუქტებით მიღება, არამედ საკვები დანამატი. თუმცა რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ორგანიზმში გამომუშავდეს D ვიტამინის საკმარი რაოდენობა, ამისთვის აუცილებელი არის რძის პროდუქტები, ამისთვის აუცილებელი არის ცხიმიანი თევზი, რაც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან თუთიაც იგივე შესაბამისად შედის რძის პროდუქტებში და კვერცხში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. გოგრა კი ბატონო, გოგრის თესლში არის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სელენი ასევე, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ამ შემთხვევაში ხორცი და განსაკუთრებით საქონლის ხორცი, რომელშიც ასევე შედის თუთია და B ჯგუფის ვიტამინები და მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან შორს რო არ წაგვიყვანო ჩვენ საუბარმა, უნდა იყოს ბალანსირებულად მიწოდებული ორგანიზმისთვის, ანუ რაციონალური უნდა იყოს მისი გადანაწილება და შესაბამისად დღის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად უნდა მივირთვათ ხორცის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტები. რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტიურად ფიზიკურ უმოძრაობაზე, ხო? იმიტომ რომ არ ავკრიფოთ ამ დროს ჭარბი წონა არ გადავიდეთ სიმსუქნეში, ვინაიდან
სამწუხაროდ COVID-19-ის დროს პირველ ადგილზე დგას სიმსუქნე რისკ ფაქტორებს შორის. ამიტომაც უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ლაშა, ფაქტიურად გამოდის, როგორც ჩვენ უკვე თავში აღნიშნე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოგადად მთლიანობაში ძირითადი გამსაზღვრელი არის COVID-19-ის გარეშე ჩვენი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, კეთილდღეობისთვის, ასე თუ შეიძლება ვთქვათ, და ჯანმრთელობისთვის. ლაშა, მოდი ბოლოს, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ადამიანებს და მათ ვინც გვისმენს ახლა ჩვენს ერთგულ რადიო მსმენელს, რომ პირბადის გამოყენება არის აუცილებელი, ეს უკვე მე მგონი ყველამ უკვე დღესდღეობით გაიგო. დიახ, რაც მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად უნდა გამოვიყენოთ თან ეს პირბადი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა და სწორედ გამოყენებაში იგულისხმება ერთჯერადი პირბადეების ყოველ 3 საათში მაქსიმუმ გამოცვლა, წინა ზედაპირი რომელიც ზედაპირთან კონტაქტში არის, არ უნდა მოხდეს გარე ზედაპირებთან მისი დაბინძურება, ვინაიდან არ მოხდეს უფრო მეტად გავრცელება აღნიშნული ვირუსის, პირადი ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანვა, უნდა შევეცადოთ, რომ ძალიან იშვიათად მივიტანოთ სახესთან ხელები და არ მოხდეს ამ გზით, ესე ვთქვათ, ვირუსის შეყვანა ჩვენს ორგანიზმში და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და სწორ გამართულ ძილს. ლაშა, კიდევ ერთ კითხავ, აი პირბადის გამოტარებასთან დაკავშირებით მე სადღაცა სამოვიკითხე და მგონი ვიდეოსაც უყურე, ზედაპირი ცისფერი მხრიდან, მოდი სამედიცინო პირბადაზე ვსაუბრობ, ცხადია. ანუ ინფიცირებ თუ არ გინდა ეს სულ მერევა და იქნებ ჩვენს მსმენ მიხვდი ხო, რასაც გულისხმობ, ანუ ერთ მხარეს ვიკეთებ სხვა დანიშნულებისთვის, მეორე სხვა დანიშნულებისთვის. მოდი ესეც აგვიხსენი უცებ. კი ბატონო, ეს ინფიცირებულების შემთხვევაში, ანუ თეთრი მხარე არის, ესე ვთქვათ, გარეთ, არაინფიცირებული შემთხვევაში ცისფერი მხარე არის გარეთ, თუმცა რა თქმა უნდა, თუ ეს წესები არ ვიცით, ესე ზედმიწევნით, არც ეს არ არის პრობლემა. შემთხვევაში მოკლედ გვეკეთეთ პირბადე იმისათვის, რომ არ მოხდეს დაინფიცირება, ან ჩვენგან არ მოხდეს სხვა ადამიანის დაინფიცირება, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ გარდა იმისა, რომ თქვათ ესე ჰაერში მოძრაობს ეს ჰაერწვეთოვანი ვირუსი არის, გარდა ამისა რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვიყოთ აბსოლუტურად უსიმპტომოები, ვიყოთ მატარებლები აღნიშნული ვირუსის უხეშად რო ვთქვათ და ვიყოთ გადამდები სხვებისთვის. აქედან გამომდინარე, მაინც მნიშვნელოვანი არის, თუ გვაქვს ეს რისკები, ვართ ინფიცირებული, არ ვართ ინფიცირებული, ყველა შემთხვევაში ვატაროთ პირბადე. მოკლედ ლაშა, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და აქვე პირდაპირ ეთერში აუცილებლად უნდა გითხრა, რომ ეს ბიჭი მინდა მე პირდაპირ ეთერში, ლაივში, როცა პანდემია აღარ იქნება ორშაბათის გარდა და კიდევ მეორე საკითხი, რომელიც აი ეს საქვეყნო და საჯაროდ უნდა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიყვარხარ და გეტყვი და აგიხსნი ახლა და დაგისაბუთებ რატომ, იმიტომ რომ უზომოდ განათლებული ხარ, უზომოდ და ძალიან არ გაწითლდა ახლა. ძალიან მაგარი ენდოკრინოლოგი ხარ და ძალიან გვიყვარხარ მართლა სრულიად რადიო იმედს. ძალიან დიდი მადლობა, მე ძალიან მიყვარხართ, უკვე მეორე წელია თქვენ კოლექტივში ვარ, რაც ძალიან მახარებს და მინდა რომ ყველას თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც ამ პერიოდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მე ესე ვფიქრობ. დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ წესები და შესაბამისად ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა ლაშა რომ გამონახე დრო რომ ჩაგვერთვე და დიდი მადლობა ყველაფრისთვის და მინდა გისურვო, რა თქმა უნდა, ბოლოს ჯანმრთელობა. ნახვამდის ჩემო ძვირფასო. უნიკალური შაბათი ნათია ჯავახიშვილთან ერთად.